განუყურებთ ბიზნეს კურიერს, დღეს 25 იანვარია, მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ. მოგესალმებით. ბრძოლა თვითმმართველობაში, თბილისის და რეგიონშიც უფულოდ დარჩენილი პროექტები, ნაგვის საფრთხე, მშიერი პენსიონერები და ამ ფონზე სამაგი პრემია საკრებულოს და გამგეობას. Ატომ არ დადგა უმუშევართა რიგები დასაქმების ახალ ცენტრებში, ჩანს ბევრმა იმედი დაკარგა და სამუშაოს ძებნა შეწყვიტა, რაც ნაკლებია უმუშევარი, მით უკეთესია დასაქმების სტატისტიკა. იმედი ეწურებათ სასტუმროთა მფლობელებს ქობულეთში იპოთეკური სესხების გადაფარვა, რასაც მთავრობა 4 გზის დაპირდა, იქ არსად ჩანს. ბევრი სახლშია გამოკეტილი შიშით, რომ უკან დაბრუნებული გამოსახლებული არ აღმოჩნდეს. ადგილობრივ არჩევნებამდე ჯერ თვეებია, თუმცა დაპირისპირება თვითმმართველობაში უკვე მწვავდება თბილისის და რეგიონშიც. წყალტუბოში შედეგად უფასო სასადილო და სხვა სოციალური პროგრამები უკვე გაჩერდა, რაც ბევრისთვის იქ სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. ამის მიზეზად კი ლარის გაუფასურება სახელდება, რის გამოც ტენდერში მონაწილეობის მსურველიც კი ვერ მოიძებნა. თუმცა ასეთი ფონის მიუხედავად საკრებულოსა და გამგეობაში ბოლო ორ თვეში 3 გზის გამოწერეს პრემიები თითო ჯერზე ხელფასის სრული ოდენობით. ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტი. 52 წლის ციური ბობოხიძე წყალტუბოში ლოგინა ჩავარდნილი დედასთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ქალბატონების ერთადერთი საარსებო წყარო პენსია, რომელიც საკვებშიც უნდა ეყოთ და მედიკამენტებშიც. არაერთი თხოვნის მიუხედავად წელს მათ დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისაგან არ მიუღიათ. თხოვე გამგეობას მივედი საკრებულოში, ბოდიში და პამპერსის ფულიც არ მაქვს. აი წამლების ფული არ მაქვს. მითხარი რითინ ვიარსებო? ადრე მოხმარებოდა და წელს თერთო დაფულში დახმარებია მაგები ჩვენ. ქალბატონები ასამდე მათსავით გაჭირვებულ ოჯახთან ერთად წყალტუბოს უფასო სასადილოში იკვებებოდნენ. სათნოების სახლი ახალი წლიდან დახურულია. უმწეოების ისედაც მცირე ბიუჯეტს კი ახლა კვების ხარჯიც დააწვა. ახლა მომშვიდე წავალ სიას გამევიტან და პენსიაზე მივცემ მე რა ვქნა. სასადილოში დაკეტილია სასადილო საერთოდ. სასადილოში დავდიოდი. გვაძლევდნენ იქ რაც შეეძლოთ გვაძლევდნენ, მაგრამ მე სულ ჩაგვიკეტეს ეს აღარ გვაძლევენ. წელს არაფერი დახმარება არ გაგვიწეს. რაღაცას გვატყუებდნენ, რომ იქნება და ჩვენ სიხარულით მივდიოდით, მაგრამ არაფერი დახმარება არ გაუწებიათ. უმწეოთა სასადილოში დავდიოდით ჩვენი ოჯახით, მე თამარ ვერულაშვილი და ჩემი შვილები, რომლებსაც იქ გასაზღური საჭმელით ვაკმაყოფილებდი ჩემს შვილებს. სასადილო ახლა დახურული არის, დაიკეტა, აი რითი უნდა სანამდე ტენდერი არ გაიმარჯვეს, მანამდე ეს ხალხი არის მშიერი, რა თქმა უნდა ჩემი შვილებიც. უფასო სასადილო, რომელიც რაიონის საკრებულოში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზია, მომარაგებაზე გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნის გამოა დახურული. ტენდერების ჩავარდნის მიზეზი ორმხრივი აღიარებით ლარის კურსის არასტაბილურობაა. ხორცეულში გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ როცა ჩვენ უკვე 3 დღის ვადაში მივწერეთ იმას, რომ უნდა წარმოედგინა შესაბამისად ამასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია, უკვე ვარი განაცხადა და ბუნებრივია ჯარიმაზე წავიდა ეს პიროვნება და ანუ ფაქტურად ისიც ჩაშლილად გამოცხადდა. დანარჩენი ბურღულეული და ბოსტნეულსაც შეეხება, უშუალოდ აი ამათთან დაკავშირებით არავინ არ შევიდა რა ტენდერზე, ასე რომ ვთქვა და ხა ძირითადი მიზეზები რა სახელდება ამასთან დაკავშირებით, ეხლა ჯერ ვერ ორიენტირებას ვერ ვაკეთებთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ ვალიუტის კურსთან დაკავშირებული სიტუაციები ხო არ იქნება ალბათ ხელისშემშლელი ფაქტორები თქო. არ მიიღო მონაწილეობა არავინ, იმიტომ რომ ქვეყანაში არის არასტაბილურობის გასცდა, დოლარის კურსი იმატებს და იმ ფირმებმა, ვინც თქვათ იღებდა ადრე მონაწილეობას, არ იციან თქვათ ხვალ რა ელის და თავს იკავებს და არ შემოდიან ამ ტენდერებში და ხდება ამის ჩავარდნა. წინათ არსებული პრაქტიკით ბენეფიციარებს საკრებულოსგან საკვები პროდუქტების სახით ერთჯერადი დახმარებაც ეძლეოდათ. ამისათვის ჯამში 5-დან 10,000 ლარამდე თანხა იხარჯებოდა. წელს ღარიბების საახალწლოდ სარიელ სუფრას მიუსხდნენ. სასტიკი ვარი მითხრეს გამგეობაში რო ვიყავი გუში. და ტერილ-ტერილით წამოვედი გუშინ იქით. არ არისო, არა გვაქვსო ჩვენ ხარჯები არა გვაქვსო და არ გადმოგვირიცხესო და არა გვაქვსო. ბიუჯეტი არ არისო, რო თქვენ დაგეხმაროთო და ამიტომ არ არისო არაფერი დახმარებაო. საკვების უზ აღარ დაჭათ ხალხთან გამომდინარე და რაც ბიუჯეტით არ არის განსაზღვრული, ბუნებრივია ჩვენც უძურვებივათ რომ რაიმე თანხები ამასაც ვერც მოვიძიეთ რა თქვა ყოფილიყო რამე ისეთი. ბიუჯეტში თანხის არარსებობის ვერსიას არ ეთანხმება საკრებულოს ნაციონალური ნაწილი. მათი მტკიცებით ბიუჯეტში შარშან აუთვისებელი 700,000 ლარი დარჩა. ასევე არაერთხელ მოხდა სახელმწიფო ფონდის კორექტირება და პრემიების დარიცხვა ხელფასის 100%-ის ოდენობით.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთი წლის განმავლობაში 5 ჯერ გამოიწერა პრემიები საკრებულოს და გამგეობაში, საერთო ჯამში 800,000 ლარზე მეტი შეადგინა ამ თანხამ. ბოლო 55 დღეში 3 ჯერ გაიცა 100%-ით ყველა თანამშრომელზე ეს პრემიები. დაახლოებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თვითონ გამგებელს ხელფასებითაც მოუწია 16,000 ლარზე მეტი და ისევე საკრებულოს თავმჯდომარეს. ანუ სავსებით შესაძლებელი იყო, რომ 5-10,000 ლარი გამოიყოთ სათნოების სახლისთვის და ამ ადამიანებს ამ კვირეების განმავლობაში, სადაც ისინი მშერები არიან, რაღაც პროდუქტები გადაგვეცა, რომ თავი გაეტანათ, სანამდე ამუშავდებოდა ეს სათნოების სახლი. ბიუჯეტი როდესაც დგება ხოლმე თავიდანვე ბიუჯეტში ჩადებული არის 2 ხელფასი. ანუ 12 ხელფასი ზევით პლუს 2 ხელფასი პრემიის სახით, რომელიც ანუ ბიუჯეტის შესაბამისად თუ სახელმწიფო ფონდში თანხა არის და დამტკიცებული არის შესაბამისად საკრებულოს მიერ, არანაირად ხელს გავშვი არ წერია აქ სასახად რომ უნდა გაიცეს ვინა თუ არა აი ამ დღესასწაულისთვის და კონკრეტულად ამ დღესასწაულისთვის. როცა მიიღებს გადაწყვეტილება საკრებულო მასთან დაკავშირებით, როდის უნდა გავცეთ, ვცემთ ამ პერიოდში. წელს მხოლოდ ერთი გავეცდე, ერთი გასაცემი გქონდა, ალბათ წლის ბოლოს საახალწლოდ ვფიქრობ. გასულ წელს წყალტუბოს საკრებულომ ხელფასის 100%-ის ოდენობის პრემიები 4 ჯერ გამოიწერა. აქედან 2 ჯერ მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობდა, 2 ჯერ კი ქართული ოცნების თავმჯდომარეობის დროს. მხოლოდ ბოლო 2 თვეში გიორგობისთვის, საახალწლოდ და ნათლისღებისათვის დარიგებული პრემიები საკრებულოს ჯამში 400,000 ლარამდე დაუჯდა. უმწეოთა გამოსაკვებად კი ფული არ დარჩა. სამაგიეროდ დარიგდა ტანსაცმელი და ჰიგიენის საშუალებები. ბენეფიციარებმა ჩვენგან მიიღეს წელს დახმარება, შეიძლება პროდუქტი არ მიგვიტანია, მაგრამ მე აქ ჰუმანიტარული ტვირთი მქონდა, რომელიც გადავეცი უშუალოდ. ყველა ბენეფიციარზე 100 ბენეფიციარი ყავდა შაშა და 100-ვე მიიღო ტანსაცმელები იყო, პირველადი მოხმარების ტანსაცმელები არის მეორადი არ იყო. ახალი ტანსაცმელები ასევე იყო ჰიგიენური საშუალებები და სულ ყველა მიიღო აბსოლუტურად, თორე შეგიძლიათ მიბრძანდეთ და დაელაპარაკოთ თვითონ ბენეფიციარებსაც. გადმოგვცეთ თმარასამთავრობო ორგანიზაციამ ეს ტანსაცმელი იყოს არის საშუალებები, ეს საკრებულებში ქონდა, განსაკუთრებით დიდი ზომებია და დაახლოებით იმ ზომის ადამიანი 2 თუ ნახეთ წყალტუბოში მეტი ნახელა ზომის ადამიანები წყალტუბოში არ ცხოვრობენ. ახსოვსმენი რა მეორადები რო იყო იგენი? მაგეთი ქონდეს, მაგას დათმინა და მეორადები. ახალი ტანსაცმელი და არაფერი. მეორადები იყო მარტო იგივე დიდი კაცების, სულსახელსო გამწვარი კაცების. რაც მინდოდა მაგენ. ტანსაცმელები დაარიგეს, მაგრამ იყო ძალიან მსუქანი ადამიანებისთვის და ასე რომ ჩვენ არ აგვიღია, მარტო ერთი ზედა ავიღეთ პატარა ბავშვის, რომელიც ბავშვს გამოგვადგებოდა ოჯახში. როგორ გადაწყდება წყალტუბოში ლარის კურსის გამო ჩავარდნილ უფასო სასადილოს ტენდერსა თუ გულუხვად დარიგებულ პრემიებზე ნაციონალურ მოძრაობასა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის დავა უცნობია. ფაქტი კი ერთია, ასამდე უმწეო, იმედ გაცრუებული და მშიერია. ხო იმ თავრობამ დაგვენიშნა, რატო მოგვიხსნეს? რატო ვართ ახლა ასეთ გასაჭირში? უკეთესობა გვეგონა და უფრო გაჭირებული ვართ. დაპირისპირება თბილისის საკრებულოსა და მერიას შორისაც ერთი თბილისის ბიუჯეტს არ ამტკიცებს, მეორე პასუხად ქალაქის ჩაბნელებით იმუქრება, რაც ჯერ არ მოხდა, თუმცა რამდენიმე პროგრამა გაჩერდა, ვერ იწყება საბავშვო ბაღების მშენებლობა, ავტობუსების განახლება, ფული არ ყოფნის დასუფთავების სამსახურსაც. კანონით მერიას ამ პირობებშიც, ანუ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის პირობებშიც შეუძლია ფულის ხარჯვა წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით, თუმცა იქ ამბობენ, რომ ეს გამოსავალი არ არის და არაერთი პროექტის გაჩერება უკვე მოუწიათ, რატომ და რას მივიღებთ შედეგად, ამას ახლა თამაზ შოშიაშვილი საკრებულოს უმცირესობის წევრი გვეტყვის, ხოლო რატომ მივიდა საქმე აქამდე, ამას ჯაბა სამუშია საკრებულოს უმრავლესობის წევრს კითხავთ. მოგესალმებით ორივეს და ბატონ თამაზს კითხავ პირველ რიგში შედეგებიდან გამომდინარე, თავიდან ითქვა, რომ აი ჩაბნელდებოდა ანძა, ჩაბნელდებოდა ქუჩები, რაც არ მოხდა და იმედი არ მოხდება, მაგრამ რა არის ის, რაც მოხდა, რა პროგრამები დარჩა დაუფინანსებელი, ვის შეეხება ის ნეგატიური შედეგები, რაც ბუნებრივია მოყვება, თქვათ ახალი ბიუჯეტს დაგეგმილი პუნქტების შეუსრულებლობას და დაუფინანსებლობას. დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის ჩაგდება ჩემი კოლეგებისთვის საკმაოდ გაშარჟებული თემა გახდა, რადგან ამას აყურებენ არასერიოზულად და აღნიშნავენ, რომ ამის აქედან გამომდინარე არაფერი პრობლემა არ შეიძლება რომ არსებობდეს. თავისთავად დედაქალაქს ჭირდება ბიუჯეტი, აქ ორი აზრი არ არის და ის პროგრამები, რომელიც იყო გაწერილი ბიუჯეტში, რომელიც ახალი პროგრამები იყო შესაბამისად შეჩერებულია და რა თქმა უნდა ვერ მოხდება 100 ახალი ავტობუსის შეძენა, ვერ აშენდება
მოხდება ახალი ბაღები, ვერ მოხდება წყლის სისტემების გაყვანა შემოერთებულ ტერიტორიებზე. 5000-მდე ადამიანი ელოდებოდა წყალს და ეს უნდა დამთავრებულიყო აპრილის თვეში და შესაბამისად ეს პროგრამა შეჩერებულია და კიდევ სხვა პრიორიტეტები, რომელიც ეს არის უფრო გრძელვადიანი პროექტები, მსხვილი პროექტები, რომელთა შესრულების მყისერი ეფექტი შეიძლება დღეს ვერ იგრძნოს ადამიანმა, მაგრამ აი რა არის ის თუ შეგიძლიათ გითხრათ რომ ის ნეგატიური შედეგები, რომელიც თქვენ ხედავთ და იცით, თქვათ საბუთებიდან ჩანს, რომელიც უკვე თებერვალში შეეხება, ვის შეეხება და როგორ, აი თუ არის ასეთი. თქვენი პირველი სიუჟეტიდან გამომდინარე, მე მაინც ისევ სოციალურ პრობლემებზე ვისაუბრებ. 14 მილიონი ლარია განსაზღვრული 1/12-ით, ხოლო შეუძლებელია სხვა პროგრამიდან გადმოტანა ჯანდაცვის. ეს სოციალურ პროგრამებზე. სოციალურ პროგრამებზე თვის განმავლობაში 1/12-ით შეუძლებელია გადმოტანა სხვა პროგრამიდან და ასევე თუ იანვრის ბოლომდე რაღაც თანხა ვერ დაიხარჯა პრიორიტეტების მიხედვით ეს თანხა უკვე თებერვალში არ გადადის. 17.600.000 ლარია საჭირო დედაქალაქის სოციალურ პროგრამების დასაფინანსებლად. ეს გახლავთ უფასო ავტობუსები, უფასო და შეღავათიანი ავტობუსების გზავრობა, ასევე კომუნალური ვაუჩერები, რომელიც ჩვენ დედაქალაქის თბილისური ოჯახების მკვიდრნი იღებენ, ასევე ენერგო ვაუჩერებზე ვსაუბრობ, ასევე უფასო სასადილოები, სოციალური დახმარებები და სხვადასხვა პროგრამები, რომელიც ხომ იყო ეს ყველაფერი დაფინანსებული და თუ შარშანდელი ბიუჯეტით შეგიძლიათ ხელმძღვანელობა წელს რატომ აღმოჩნდა რომ აი ეს არ არის შარშანი იყო დაფინანსებული ბატონო გაკი, მაგრამ რადგან ეს 1/12-ზეა საუბარი, აქედან გამომდინარე 17.600.000 ლარი მოითხოვა კომუნალური ვაუჩერები მოგეხსენებათ, ხოლოდ ცივ პერიოდში ფინანსდება ეს გახლავთ იანვარ, ფებრუარ, მარტი და ნოემბერ, დეკემბერი, აქედან გამომდინარე პრიორიტეტის 1/12-ით უკვე საკმაოდ დიდი თანხა არის პრობლემა უკვე დედაქალაქის ბიუჯეტში და აქედან გამომდინარე უკვე დედაქალაქის მერია იძულებულია და იძულებული ხდება რომ დააფინანსოს სხვადასხვა პროგრამებიდან. შესაბამისად მინდა გითხრათ რომ ტრანსპორტის სუბსიდია ტრანსპორტის სუბსიდიაზე უკვე ფინანსდება სხვადასხვა პროგრამებიდან, აქედან გამომდინარე ტრანსპორტის კომპანია ვერ მიიღებს იმ თანხებს უკვე თებერვალ-მარტის განმავლობაში, რაც უნდა მიიღოს ამ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის გამო, სოციალურ პროექტებს მოაკლდა გამგეობებში თანხები და შესაბამისად თუ ვთქვათ რომელიმე გამგეობაში დაახლოებით 150.000 ლარი იხარჯებოდა აი ამ ტიპის დახმარებებში, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 50-60.000 ლარი შეიძლება მხოლოდ დახმარების გაწევა, რადგან ამ ყველაფერს ჭირდება დაბალანსება და ის პროგრამები, რომელიც დედაქალაქში მუშაობს, სოციალური პროგრამები, ჩვენ იძულებულია დედაქალაქის მერია რომ არ გააჩეროს, რადგან თბილისელებს ესე მკაფიოდ და აშკარად არ შეეხოთ ბიუჯეტის არ დამტკიცება. მაგრამ ამას ჩვენ აღვნიშნავთ, რომ იანვრის თვე გახლავთ ვალდებულებების აღების თვე და აქედან გამომდინარე მხოლოდ სოციალურში შეიქმნა უკვე პრობლემა და სოციალურში შეიქმნა პრობლემა და კიდევ რამდენიმე პროგრამაში, განათლების პროგრამაშიც უკვე პრობლემა გვაქვს, ეს ბაღებს ეხება, მაგრამ სხვა პროგრამები რომელიც უნდა გითხოთ, აი გადაუდებელი სამსახურების მუშაობას, აი იმაზე ხო არა ისახება თუ იქნება სასტრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამაც ასევე სამსახურის გაერთიანებულია ჯანდაცვის სოციალურ პრიორიტეტში, აქედან გამომდინარე იანვრის თვეში ამის პრობლემა არ არსებობს, რადგან სასტრაფოს თანამშრომლებს აღებული აქვთ ხელფასი დეკემბრის ბოლოს ახალი წლის გამო და თებერვალში აქვთ ხელფასი მისაღები იანვრის. აქედან გამომდინარე სასტრაფო დაფინანსებულია ამ მიმდინარე თვის განმავლობაში მხოლოდ 400.000 ლარით, ხოლო 1.700.000 ლარია საჭირო უკვე თებერვლის თვეში დასაწყისშივე, რომ ეს ხელფასები დაფინანსდეს. აქედან გამომდინარე ამ დაბალანსების პოლიტიკა მოგეხსენებათ, ახლა 17.600.000 ლარი საკმაოდ დიდი თანხაა, როცა 14.000 ლარი გაქვს, 3.600.000 საკმაოდ დიდი სხვაობაა იმისთვის, რომ ეს პროგრამები დაფინანსდეს. ბუნებრივია, შეუძლებელი იყო ენერგო ვაუჩერის დაუფინანსებლობა, რადგან თბილისელები, თბილისური ოჯახები ელოდებიან ამ დახმარებას, რათა სასტრაფოს გარდა ეს ბაღის მასწავლებლებსაც შეეხებათ სახელფასო პრობლემები. რაც შეეხება ბაღებს 4.800.000 არის გათვალისწინებული იმ ბიუჯეტში, რომლის დამტკიცებასაც ჩვენ ველოდებით თვის განმავლობაში და 1/12-ით 4.100.000 დახარჯვა შეუძლია მხოლოდ დედაქალაქის მერიას, რადგან 25 მილიონით იყო შესაბამისი პროგრამა გაზრდილი და აქ არის გათვალისწინებული ასევე ბიბლიოთეკების ხელფასებიც, შესაბამისად ამ თანხების
არ დამტკიცების შემთხვევაში უკვე საბავშვო ბაღების ბავშვების ვაუჩერების დაფინანსებასაც და შესაბამის ბაღების მშენებლობაზე საუბარი აღარ არის. ბაღების მშენებლობა იყო გათვალისწინებული და დაახლოებით 25 მილიონი იყო აქ 17 მილიონი ბოდიშევსკი არ იქნა შესაბამისად შესაბამისად ბაღების დაფინანსების მიმდინარე პრობლემებიც უკვე გაჩნდა იმ პროგრამაში მეტი თანხა არ არსებობს. ასე პრობლემებია დასუფთავების კუთხითაც. მადლობთ. მოდი ბატონ ჯაბასაც მივცეთ საშუალება რომ აი ახსნა სიტუაცია მოაქციოს უფრო ფართო ჩარჩოში ბატონ ბაჯაბა რატომ გახდა საჭირო თქვათ აი ამ პრობლემებზე თანხმობის რა არის განხეთქილების ვაშლი რა აღმოჩნდა ის მთავარი და აი გადაულახავი ბარიერი რაც თქვენ დაინახეთ ბიუჯეტში რის გამოც აი წახვედით იმაზე რომ აი ესეთი პრობლემები შექმნილიყო ქალაქში თუნდაც მოკლეხით კი ბატონო მოგესალმებით ბატონო გაკი მოდი დავიწყოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალით ბიუჯეტი რომელიც წარმოდგენილია სულ რაღაცა 4 დღეა მსგავსი ბიუჯეტი თბილისის საკრებულოში არ შემოსულა ეს არის უპრინციპობა როდესაც ჩვენ ვაკეთებთ აქციას რომ თვითონ თბილისის საკრებულოში იქნა შემოსული ბიუჯეტი ის ბიუჯეტი რომელიც განხილვასაც ჩვენ გთხოვს ნაციონალურ მოძრაობას აი მე მაქვს ორი ბიუჯეტი აი ორი ბიუჯეტი მაქვს ერთი არის შემოსული 10 დეკემბერს და მისი ასიგნირება არის მთლიანობაში 730 მილიონი ლარი და ამას დამატებული ერთ ფარატინა ფურცელზე. აი და მე მინდა უბრალოდ თბილისელებმა იცოდნენ დამოკიდებულება ნაციონალურ მოძრაობაზე თვითონ მერიის საკუთრებით. აი ერთ ფარატინა ფურცელზე არის ჩამოწერილი 50 მილიონი, რაც შეიძლება დაიხარჯოს. ეს არ არის ბიუჯეტში ასახული. თვითონ საკუთრივ ბიუჯეტი არის 730 მილიონი. და აღმოჩნდა 29 დეკემბერს განხილვისას მერიის წარმომადგენლ წარმოადგენს საკრებულოზე ბიუჯეტი, რომლის მოცულობა იყო 785 მილიონი. ისეთი ის ბიუჯეტი, რომელიც საერთოდ განხილული არ ყოფილა, არც კომისიებში, არც სხვადასხვა ასე ვთქვათ, ფრაქციებში. მე მინდა საბიუჯეტო მილიონი რაში მიდიოდა აი საბიუჯეტო რაში ვითხოვდნენ თუ აი საბიუჯეტო პროცესს მიაქციეთ ყურადღება. საქართველოს პარლამენტში როცა შედის ქვეყნის ბიუჯეტი, ის შედის სექტემბერში და დეკემბერში იღებენ. მთელი 4 თვის მანძილზე მიდის ეს პროცესი. ბიუჯეტი, რომელიც მიღებასაც ითხოვს ასე ძალუმად ნაციონალურ მოძრაობა ეს ბიუჯეტი შემოვიდა სულ რაღაცა 20 იანვარს. თქვენი აზრით აი მასწავლებლებისთვის, ბაღის მასწავლებლებისთვის, სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის ეს საკმარისი ახსნა განმარტება იქნება თუ კი ხელფასი დაუგვიანდება. ეს არის ჩადებული. ეს იყო პირდაპირ ჩადებული იმ საბოტაჟში, რასაც აკეთებდა მერია. ეს პირდაპირა გაცვლილი და აი გეტყვით. ჯერ უნდა შექმნილიყო ეს კლიპები ფული ხარჯება კლიპებზე, თორმე ეს რაღაც სავი ფერებით და აგერა მაქვს მე წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი, ალბათ ის ქალბატონ სევდია უგრეხელიძის ასე ვთქვათ უწყებიდან უკვე ქალაქის მერიიდან ეს არის ბატონი ილია ათანასოვის დოკუმენტი თქვენ მინდა გაგახსენოთ რომ იანვარში დასაწყისში იყო საუბარი პრობლემებია იანვარში აგერ არის არანაირი პრობლემები 12-ის ხარჯვის შემთხვევაშიც არ აქვს ქალაქს მაგრამ თავარი რა არის ასევე იყო საუბარი თქვენ ამბობთ რომ ეს ტყუილს ამბობს ბატონი თამასი რა თქმა უნდა აგერ არის ოფიციალური დოკუმენტი რომელიც არის წარმოდგენილი ილია ათანასოვის მიერ ჩაშლილი ბიუჯეტი იანვარში და ყველა ის პროექტი და პროგრამა რომელიც არის თბილისში ყველა ეს პროექტი და პროგრამა მიმდინარეობს თუ ვინმე ჩაგდება უნდა ბიუჯეტისა და რა წერილი წარმოადგენთ ეხლა რომ ეს არის ილია ათანასოვის ოფიციალური წერილი საკრებულოს სახელზე სადაც არის ჩაშლილი იანვრის ბიუჯეტი სადაც ვაუჩერებიც რიგდება ბაღებით ფინანსდება და ეს დოკუმენტი მე შემიძლია და სამსახურის წარმომადგენელს, საფინანსო სამსახურის წარმომადგენელს და მან აი თქვა დაახლოებით ის პრობლემები ჩამოთვალა, რადგან ბატონი თამაში საუბრობდა, ანუ რომ დაფინანსებაში პრობლემაა. საქმეს ადამიანები დაკავებული არიან პოლიტიკური ტრიუკებით. მაგრამ მე კიდე ბატონაკაკი უფრო მეც გეტყვით. თქვენ გახსოვთ ალბათ, ხო, ანძასთან დაკავშირებული შემთხვევა, აი მე მინდა ერთი ძალიან საინტერესო დეტალი დაგიკითხოთ და ძალიან ვთხოვ, რომ თბილისელებმა მინდა ნახონ. აი რას ნიშნავს მუქფერებში წარმოდგენა. ჯერ კლიპების უნდა შეექმნათ საზოგადოებაზე, მე ანძა უნდა ჩაფრთხილიყო, მე პროექტები უნდა გაჩერებულიყო. ძალიან ჩვენ გუშინ მოგვივიდა სინათლის ქალაქის ოფიციალური წერილი, აი ესეც მინდა რომ ნახოს ჩვენმა ტელემაყურებლებმა, სადაც შავი თეთრზე წერია შემდეგი რომ ქალაქ თბილისის მერიის დავალებით არ განხორციელდა სატელევიზიო ანძის გარე განათების ჩართვა.
მერე თქვენ მოწერია, აქვე მოგახსენებთ, მოცემულ მომენტისათვის არ არსებობდა არც ფინანსური, არც ტექნიკური პრობლემა სატელევიზიო ანძის განათებისათვის. ეს ითქვა, რომ ეს იყოს დემონსტრაციული ეს არის საბოტაჟი, მეტი არაფერი არა. მერიის თანამშრომლებს არ აქვს უფლება. ეს შეიძლება გააკეთოს განცხადება ბატონმა. მეორე საკითხია, ჩვენ ახლა განვიხილავთ იმას, რომ აისახება თუ არა მტკივნეულად ნეგატიურად ადამიანებზე, ის დავა, რაც თქვენ შორის არის. მიიღებენ თუ არა ყველა ხელფას წარმოადგინოთ ბიუჯეტი, წარმოადგინოს მერიან ბიუჯეტი და ვისაუბროთ ბიუჯეტზე. არ შეიძლება 4 დღის წინ წარმოდგენილი ბიუჯეტი ეს თამას თქვენ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ რომ უპასუხოთ აი თქვა აი ამ პრეტენზიებს მიხოთ იმისა ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით რომ გადაწყდეს ეს პრობლემა და ხალხი არ დარჩეს ხელფასის ჩვენ მზათა ვართ რომ დავსხდეთ მეტიც გუშინ საკრებულოს ხომაზე საკრებულოს თავმჯდომარე პირდაპირ განაცხადა რომ ორშაბათ ჩვენ ველოდებით მაგალითად იგივე ქალბატონ სევდი აუგრეხელიძეს მის ფინანსურ ჯგუფთან ერთად გუნდთან ერთად რომ დავსხდეთ და გავიაროთ დეტალები მიუხედავად იმისა არსებობს ფინანსური მხარე ამ საკითხის, არსებობს პოლიტიკური მხარე ამ საკითხის. დაახლოებით კვერცხის და ქათამის მსგავსია, იმიტომ რომ პოლიტიკური მხარე არის მეორე საკითხი. 720 მეორე საკითხია, რომელიც ნაკლებ საინტერესოა მათთვის ელოდება. არა, ნაკლებ საინტერესო არ არის, როდესაც წინა ქალაქის მერს სამართალდამცავები 55 მილიონის, ასე ვთქვათ, მოპარვაზე დავებიან და არის უამრავი შეკითხვა, ეს არ არის ნაკლები. მაშინ ხელფასებს იღებდნენ და ეხლა თუ ვერ აიღეს, შესაბამისად ხელფასი გახდება უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც ვერ აიღოთ. ამიტომ ბატონაკაკი ხელფასებს ყველა აიღებს, აგერ არის. კი ხო. აი მაგას გეკითხებით, აი თქვენ დარწმუნებით ამბობთ ამას. რა თქმა უნდა, ეს მე არ ვამბობ, ამას ამბობს სამსახურის უფროსი ბატონი ილია თანასოვი, რომელმაც წარმოადგინა საკრებულოს ჩაშლილი ბიუჯეტი, სადაც წერია, რომ არც ხელფასებზე, არც თქვათ ვაუჩერზე, არც ბაღების დაფინანსებაზე, მეტიც თქვათ ისეთი საკითხი, ისეთ პრობლემებზე, რომელი პრობლემაც შესაძლებელი იყო, თქვათ იანვარში პრობლემა შეიძლება დასახულიყო, მაგალითად გზების ინფრასტრუქტურის ნამშენებლობა. მაზეც არის გამოყოფილი, თითქმის 3 მილიონამდე თანხა. კეთილი, ბატონ თამას, თქვენ თუ იცნობთ ბატონ ათანასოვს და მასთან თუ ქონიათ ურთიერთობა, საიდან მოდის ეს ციფრები და ბატონი ჯაბა სამწუხაროდ ბატონი ჯაბა და ჩემი კარგები საერთოდ ბატონ შიხიაშვილი პოლიტიკური ტრუკებით არიან დაკავებული გუშინდელი სპექტაკლი რომელიც მას დასაჯა სპექტაკლი ათანასოვის ჯაბა მე ეს არ არის თემა არ გაწყვეტინებდი მე მესმის თქვენ გინდათ მოდელირებული ქრონიკა შექმნათ ქვეყანაში არ არის ესე ჯაბა ეხა სრული საგნობრივად ვიმსჯელოთ ჩვენ მზათა ვართ საგნობრივ ჟელოთ სრული არასერიოზულობით სრული არასერიოზულობით ხარ დაკავებული და თქვენი საქციელი უკვე ემსგავსება პოლიტიკურ ცირკს სადაც გინდათ თბილისელების ინტერესების გადათელვის რომელი ინტერესების გადათელაზე რომ ჯაბა არ ერთად გამომთავრებინე მილიონიანი ბიუჯეტი გინდათ რომ სამ დღეში მიიღოთ არ გეკამათებოდი უპასუხისმგებლობის განცხადებები დროსაც ერთხელ მითხარით თქვენ პერიოდში ეს არის ამ ადამიანების სტილი ესე მუშაობენ ეს ადამიანები ეხლა თუ შეიძლება რომ არ ვისაუბრო იმიდან გამომდინარე მათ არ აქვს არგუმენტები აგერ საფუძველი და ოფიციალური დოკუმენტი მოგიტანეთ და განახებთ მე ვსაუბრობ კონკრეტულ ციფრებზე. თქვენივე გუნდის სხვადასხვა ეს არ არის საკრებულოს გასაგებია, ჯაბა დამამთავრებინე არ არის საჭირო ხე შენი ზედმეტი აქტიურობა არ ხარ საკრებულოს ხდომაზე და მინდა გითხრა რომ ჩართვა როდის იქნება ეს ხდომა დანიშნული სადაც ეს საკითხები უნდა განიხილოს. მეც აბსოლუტურად ერთხი კორექტული არაკორექტული არ მithქვებს თქვენს მაგრამ თქვენ გადახვედით ამაზე საუბარ და ამიტომ იყოდო ხოლმე. კეთილი, ანუ ჯერ საბოლოო ჯამში მაინც ერთმნიშვნელოვნად ვერ ვამბობთ ხომ უკაცრავად. ვერ ვამბობთ რომ აი იქნება ეს პრობლემი თუ არა რაზეც ბატონი თამაზი საუბრობდა თუ არა, იმიტომ რომ თამაზი რჩება თავის პოზიციაზე, რომ თქვენ გაქვთ ის სხვა საბუთები, რომელიც აჩვენებს, რომ პრობლემები შეიქმნება. ხოლო აი თქვენ ბატონ ჯაბა ამბობთ, რომ ეს პრობლემები არ შეიქმნება და შესაბამისად რაღაც ერთმნიშვნელოვნად ვერ ვამბობთ, ხო, ამ გადაცემაში იქნება თუ არ იქნება. განათებაში არ შეიქმნება, გეუბნებიან, თქვა ინფრასტრუქტურაში პრობლემები აგერ არის, არაფერი ვაუჩერის დარგებაზე არ არის, ვიდრე ანძის განათება ამ შემთხვევაში. აბა მითხრათ, სად იქნება ეს პრობლემა, მაინც ის მაინც იქნება თუ არ იქნება, აი თქვენი აი დოკუმენტზე დაყნობით, რომელზეც ხელს აპელირებთ. ბაღის მასწავლებლებს, სასწრაფო დახმარების ექიმებს ეკნებათ თუ არა ფინანსური ხელფასი? და ეკნებათ. ეკნებათ? რა თქმა უნდა, რა თავისთავად არც არ იქნება მსგავსი პრობლემა.
და თუ ვინმეს გონია რომ ეს პრობლემა იქნება, მხოლოდ იმის გამო რომ ბიუჯეტს კარგად უნდა ჩახედონ ხოლმე. წინა წელს ბაღების სასუთრად რემონტის თანხა იყო ჩადებული კეთილმოწყობით სამუშაოებში. ამ წელოვანად ბიუჯეტში ეს გადმოვიდა ბაღების დაფინანსებაში. უბრალოდ ამან მოგცა განსხვავება თორე ის თანხა 1/12, რაც იხარჯებოდა წინ ბაღების ასე ვთქვათ ყოფნის ბაღების როგორც ყვებას, ასევე გათბობას და ეს არის დეტალები, რომელიც თქვენ რაღაცნაირად როგორც პროფესიონალები უნდა გადაწყვიტოთ, იმიტომ რომ ამაში იღებთ ხელფასს. ისე რომ ეს არ შეეხოს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ამაზე შევთანხმდით. გვასწავლის ბიუჯეტს 25 მილიონით არის გაზრდილი განათლების და მას აქვს ასეთი მანდატი. განათლების პრიორიტეტი 4.100.000 ლარია თვიური. არ გაჩახედეთ, მე არ ვიცი თქვენი კონკრეტული პროფესია ბატონო დამთავრებინით რა, რეალური პრობლემები ჩვენ ვიძახით რომ იანვრის თვე ასე თუ ისე ბალანსდება, მაგრამ თებერვალ-მარტიდან ბატონ თამაზ, იანვრისაც ჩვენ ამოვდით რომ პრობლემაა იანვარში, კეცადო არ არის. მოდის ვიხდი რა, პრობლემები არის, რა თქმა უნდა, მე გეტყვით ახლა იანვრის კონკრეტულად ვითხარით, არ გინდათ კონკრეტულად ვითხარით. მოусმინოთ. კონკრეტულად პრობლემებია აბსოლუტურად ყველა სოციალურ მუხლში, თვითონ პრიორიტეტში, მაგრამ ხდება ამ ვაუჩერში პრობლემა იყო იანვრისაც. თუ მოლაპარაკებ აგიხსნით ახლა. შენ თუ გონია ბევრს ვილაპარაკებ, ახლა ამით მოიგებ ვაუჩერების დაფინანსების გამო გადაწყდა რომ სხვა პრიორიტეტები არ დაფინანსდეს კონკრეტულად. რა თქმა უნდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ექნება საშუალება იანვრის თვეში რომ იმგზავრონ შეღავათით ან უფასო ვაუჩერს მიიღებს, მაგრამ ამით დაზარალდება სატრანსპორტო კომპანია, რომელიც უკვე მარტში, თებერვალში ქალაქის სატრანსპორტო კომპანია, ანუ მეტროპოლიტენს და ვერ შევისწრით 100 ავტობუსს. 2 მილიონი ლარი უკვე თებერვალში დააკლდება მეტროპოლიტენს და ავტობუს სატრანსპორტო კომპანიას და უკვე მარტის თვეში შესაბამისი სუბსიდია, რომელიც ჭირდება მერიიდან, რომ ეს 5.600.000 ლარი შეუსვოთ, არანაირი თანხა არ იქნება დარჩენილი, რომ სატრანსპორტო კომპანიამ 5.600.000 ლარი მიიღოს. ასევე გითხარი, რომ რამდენ ხანში ბატონ თამაზ, რამდენ ხანში უნდა აღმოიფხვრას პრობლემა, რომ აი მარტში აღარ მივიღოთ ეს დეკემბრის მიწურულს ჩაურიცხეთ ჩვენ ხოვდით 29 დეკემბერს, როდესაც ამბატონებმა ჩააგდეს, მე მკითხა ბატონჯაბა და თუ შეიძლება გავმარტავ, როდესაც ამბატონებმა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ეხლა ჯაბა კი იძახის, რომ ერთი ფურცელი იყო, ეს გახლავთ დანართი 5 სადაც გაწევლია. ის ძალიან შორს აგვიყვანს შედეგებზე ვისაუბრებთ. კი ბატონო, დეკემბრის ბოლოს უკვე ჩვენ 30 დეკემბერს თხოვეთ მათ, რომ იანვრის ბოლომდე მაინც განეხილათ და მიიღოთ ბიუჯეტი, რადგან უკვე თებერვლის თვეში, თებერვალ-მარტში შესაძლებელი იყო თბილისში სერიოზული პრობლემები იმ პროგრამების და იმ პრიორიტეტების დაფინანსებაში, რომელსაც დედაქალაქს მერე ახორციელებს. ამის ნაცვლად ჩვენ მათგან მივიღეთ ირონიული და არასერიოზული დამოკიდებულება პოლიტიკურ ზათხართ თუ არა რომ დაძლიოთ ეს თქვენი პირადი ემოციები იმისთვის რომ არ შეიქმნას ეს პრობლემები. ანუ ხარები წავიდნენ შეხვედრას. ბუნებრივია მზად ვართ ნებისმიერ დროს მაგრამ გუშინდელი პოლიტიკური სპექტაკლი ეს რა თქმა უნდა გასაგებია. ბატონ ჯაბას მინდა წლებია თქვენ მიყავთ ეს გადაცემა და აი ეს სფერო თქვენთვის არ არის ახლობელი. ეხლა მე და აი ამ ერთი ფურცელი, აი მართლაც ერთი ფურცელი და მე გადაცემის შემდეგ ამას დაგიტოვებთ. დანართი 5 50 მილიონს აი ასე თქვენ გაანაწილებთ. და მე ესე როგორ გავანაწილებ? რა პასუხისგებლობა ავიღო? ეს ის პასუხისგებლობა, რომელიც შემდგომ შეიძლება ჩვენ შემოგვეტრიალდეს. ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება, ანუ პრობლემა, რომელიც თქვენი გადასაჭრელია და მოდით თბილისს არ მოვახვილოთ ეს თავზე. მერიას უნდა წარმოადგინა დოკუმენტი. აი როდესაც ფინანსთა მინისტრი გამოდის და ის ამბობს, რომ უმთავრესი პრობლემა, რამაც გამოიწვია ეკონომიკური პარამეტრების დაღმასვლა, იყო კოჰაბიტაცია, იყო ის, რომ პრეზიდენტი ამბობდა რაღაც კრიტიკულ შენიშვნებს უცხოეთში და ეს ინვესტორებს არ ფთხოვდა. აი ესეთი დავა, კონფლიქტი, შუქების ჩაქრობა, რაღაც დაპირება იმის პრობლემები შეიქმნება. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს თბილისის ეკონომიკაზე და ამაზე თუ ფიქრობთ, რომ როგორ აისახება ეს ინვესტორებზე, განწყობაზე, ბიზნეს განწყობაზე. მე თუ არ ვარ უცხოელი ინვესტორი, ქართველი ბიზნესმენი ვარ, მაგრამ მე თუ ხედავ, რომ ქალაქში ესეთი დაპირისპირება, რომ შეიძლება ნაგავი არ გაიტანონ, შუქი ჩამიქრონ, კიდე არ ვიცი რა მოხდეს. ბიზნესს აი როგორ
როგორ გავაფართოვებთ? ძალიან საინტერესო ნიუანს გაუსმევ ხას, მაშინ როდესაც მილიარდი ლარით გაირკვა ქვეყნის ბიუჯეტი 2013 წელს და ეკონომიკა ფაქტიურად გაჩერდა, დედაქალაქის მერიამ შეძლო სწორი მენეჯმენტის ხარჯზე რომ 100 მილიონით მეტი შესულიყო დედაქალაქის ბიუჯეტში, ანუ 640 მილიონი დაიგეგმა თბილისის ბიუჯეტი და 740 მილიონით დაამთავრა დედაქალაქის მერიამ ბიუჯეტი. ეს სწორედ ის 50 მილიონია, რომელიც ამ მატების გამო დარჩა ნაშჩი და ეს გახლავთ თბილისის შემოსავლები, თბილისის მერიის საკუთარი შემოსავლები და ეს მოხდა სწორი მენეჯმენტის, სწორი მართვის ხარჯზე, რაც შემკოლეგებს ბუნებრივი აღიზიანებს. ეს არის პრეცედენტი, როდესაც მილიარდით გარღვეული ბიუჯეტის ფონზე დედაქალაქი ახერხებს და 100 მილიონი და შესაბამისად ალბათ მოახერხებთ იმ 50 მილიონის უფრო წვრილად გაწერას, რომელიც ეს გაწერილია ბატონო აკაკი, ახლა ბატონო ჯაბამ რაც არ უნდა ისაუბროს, გაწერილია უკვე დეტალურად მათი შესაძლებლობების ფარგლებში, რადგან ახლა ბატონი ჯაბა მე შეურაცხყოფას არ გაყენებ, ჯაბა შენ ისტორიკოსი ბრძანდები და არა, დეტალურად არის გაწერილი თხრობით ნაწილში ეს ხარ ეკონომისტი თუ რა ვიცი რა პროფესია არა, არ კამათობ ამაზე, არ კამათობ, ჯაბა ვიძახი რომ გაწერილია დეტალურად და ძალიან გამიძახე ჯაბა არ კამათობ ამაზე, გეუბნები რომ ეხა გაწერილი და თუ არ კამათობ, თუ მეტახლები, მაშინ რატო გადმოდიხართ აი ამ ფორმით? ეს არის სწორედ თქვენი ძველი გაგიძველ და როდის დანიშნავთ საკრებულოს სტუმარს, ხტომის გარეშე შეგიძლიათ რომ გაუგზავნოთ გუში ბატონმა შიხიაშვილმა განაცხადა რომ თბილისის ბიუჯეტი არ ექნება, იმიტომ რომ არ ენდება მთავრობა. არსად ყუილია ბატონო, არსად არ უთქვამს. მე უყურე აი პირიქით გუში მოუწოდეთ რომ უშაბათ შევხვდეთ ქალაქის მოვალეობის შემსრულებლად. რაც შეეხება ინვესტიციებზე, დაინტერესდი რა ბატონო თამას. დაინტერესდი და კითხეთ მერიაში. დიდი მადლობა, მადლობთ. დავბრუნდეთ რეგიონებს, როგორც ჩანს ორშაბათს საკითხი თუ ორივე მხარე ამბობს რომ ზად არის დათმობისთვის ის თქვათ უმცირესობა აცხადებს რომ ის სადაო საკითხი მოგვარებულია, შესაბამისად დაველოდოთ ორშაბათს იქნებ ეს საკითხი გადაწყვეტს და შესაბამისად ის პრობლემები რაც პოტენციურად იყო მარტში საუბარი არ ექნება თბილისელებს. ახლა რეგიონებში დავბრუნდეთ ქობულეთში, სადაც იპოთეკით დაზრალებული სასტუმროს მფლობელთა პრობლემა კვლავაც გადაუჭრელია, აჭარის მთავრობა დახმარებას მათ უკვე 4 დაპირდა თვეების განმავლობაში, თუმცა ამაოდ. ბოლო დაპირებით იაფის ესხი მთავრობის სუბსიდიით ლიბერთი ბანკს უნდა გამოეყო გემახსოვრებას, თუმცა ბანკიც დუმს და არ გვაძლევს კომენტარს და აჭარის მთავრობაც უარზეა მოხდეს განმარტება. აკაკი შეგახსენებ საუბარი 100-მდე ოჯახზეა, რომელთაც იპოთეკური სესხის სახლებში სასტუმროს მოსაწყობად აიღეს რუსეთთან ომის გამო კი ეს ვალები ვეღარ გაისტუმრეს. სახლკარი იურიდიულად ერთმა ნაწილმა უკვე დაკარგა, თუმცა მთავრობამ იმედი მისცა, რომ აღსრულებას შეაჩერებდა და სესხის გადაფარვას საშუალებასაც მისცემდა. რაც ჯერჯერობით არსად ჩანს, ბევრი შიშით სახლიდან არ გადის, რომ უკან დაბრუნებულს იქ სხვა არ დახვდეს შესახლებული. მაინც ვერ ხვდებით რაშია საქმე. გვეუბნებიან სამთავრობოს ხომაზე არის დასამტკიცებელი დანარჩენი შეთანხმებული ვართო ფაქტი სახეზეა რომ საქმე ადგილიდან არ ეძღვეს და ყოველდღე უბედურებაზე ემატება და დროდემდეს უნდა გაგრძელდეს ყველა ვართ ასაგიანები ყველა ვართ ავადმყოფები და ნუ დაგხოცავენ ხალხო მათი მოქალაქეები ვარ და მათი მხარდამჭერები მტრები ხوار ვართ მათი არა რა გავაკეთეთ ასეთი ომი ჩვენ არ მოგვიხდენია რა დავაშავეთ თუ გვეხმარებიან დაგვეხმარონ იპოთეკის სფეროში რისკების შესამცირებლად მომავალი კვირიდან ძალაში ახალი წესები შედის, რომლის თანახმად მევახშისგან ფულის სესხების შემთხვევაში გარიგება აუცილებლად ნოტარიულად უნდა დამოწმდეს და სესხის განაკვეთიც თვიურ 3-4%-ზე მაღალი არ უნდა იყოს. ამ ტიპის სესხებზე კი განაკვეთი აქამდე წლიურ 60%-ზეც კი ადიოდა, შეიძლება უფრო მეძეც, ახლა კი ეს 40%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა ახლა ამას ნოტარიუსის ხარჯი დაემატება, მთავრობა აცხადებდა, რომ საფასური ფიქსირებული და სიმბოლური იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ აღმოჩნდა. გამოსახლებული ვარ, გამოსახლებული, შვილები, შვილიშვილები ყველა გამოსახლებული ვარ. როდის და რომამ მზადი თორთვაში? იპოთეკური სესხებით დაზარალებულები პერმანენტულ აქციებს მართავენ და ხელისუფლებისგან დაპირების შესრულებას ითხოვენ. ხელისუფლებამ ფინანსური დახმარება ჯერჯერობით ვერ შეძლო, თუმცა მომხმარებლის არაკეთილსინდისიერი მევახშეებისგან დასაცავად სპეციალურად კანონი მიიღო და რეგულაციები დააწესა. დადგინდა საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი. მაგალითისთვის რო ახსნათ სიტყვაზე 2013 წლის განმავლობაში საშუალო პროცენტი კომერციულ ბანკებში იპოთეკურ სესხებზე დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იყო 13. 13 უნდა გავყოთ. უბრალოდ ხო 13 უნდა გავამრავლოთ 1.5-ზე და გავყოთ 12-ზე.
გამოვიდა რომ 2.7%-ზე მეტით გასესხების უფლება აღარ ექნება კერძო იპოთეკარს. კანონის მიხედვით ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო ხდება. მანამდე კი ნოტარიუსმა მსესხებელს სამართლებრივი შედეგები დეტალურად უნდა განუმარტოს. თუ კლიენტი ერთი თვის ვადაში ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, იპოთეკარს თანხის ამოღების ორი გზა აქვს. მსესხებლის ქონება იძულებითი აუქციონის გზით გაიყიდოს, ან ნოტარიუსისგან საახსრულებლო ქვითარი მიიღოს, რის შემდეგაც ქონება უკვე მისი საკუთრება გახდება. ეს უფრო კრედიტორის სასარგებლო მომენტი არის, რომ სასამართლო ინსტანციების ესე რომ ვთქვათ, გავლის გარეშე პირს კრედიტორს უფლება ეძლევა დარღვეული ვალდებულების შესასრულებლად პირდაპირ მიმართოს აღმასრულებელს და ისე დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ახალი ნორმები მომავალი კვირიდან ამოქმედდება. რეკლამის შემდეგ ევროპული სტანდარტების დანერგვა საკვების წარმოებაში უკვე უნდა დაიწყოს, რაც არაერთ ბიზნესს დახურავს. ევროპელები ამბობენ, რომ ოღონდ ეს არ მოხდეს და მზად არიან მათთვისაც პროდუქტი მეორე ხარისხოვან ბაზრებზე გააქვთ, მოსამზადებლად მეტი დრო მისცემ. აგრეთვე დასაქმების ცენტრები, სადაც ბევრგან ჯერაც სიცარიელია, რატომ არ ჩქარობენ უმუშევრები რეგისტრირებას, განსაკუთრებით იქ, სადაც ყველაზე მეტია უმუშევრობა. დაგველოდეთ. გამოგზავნოთ ბიზნეს კურიერს ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობას და შეთანხმების ფარგლებში სურსათის ყველა მწარმოებელს საკმაოდ მალე ევროპული ხარისხის დანერგვა მოუწევს, რაც იმდენად ძვირი ჯდება, რომ შესაძლოა არც უღირდეს და დახურვა ერჩივნოს. სურსათის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიდგომა განსხვავებული უნდა იყოს თითოეულ მეწარმესთან და მათ, ვინც პროდუქციას ან ადგილობრივი ან პოსტსაბჭოთა ბაზრებისთვის აწარმოებს, მოსამზადებლად მეტი დრო უნდა მიეცეთ. თუმცა აკაკი, ისინიც კი, ვინც ეს მნიშვნელოვანი ხარჯი უკვე დღეს და ახალი სტანდარტები დანერგა, ამბობენ, რომ ახალი პერსპექტივები კი გაეხსნათ, მაგრამ პოზიტიური შედეგი ამით ჯერ არ მიუღიათ. მომხმარებელი უპირატესობას არა ხარისხს, არამედ დაბალ ფასს ანიჭებს, მისი დაბალი შემოსავლებიდან გამომდინარე. იძულებული ვიყავი რაღაცეების შემეცვალა. და ვცვლი ახლა ზუსტად იმ პროცესში ვარ, მუშა პროცესში, რომ ეს უნდა შევცვალო, რომ დავაკმაყოფილოთ ევროსტანდარტი მცირე საწარმოსათვის. ბესოთოფჩიშვილს ყველის საწარმოში ცვლილებების შეტანა და კონსტრუქციის გადაკეთება უკვე სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოუწია. ფერმერს რჩევებით და საჭირო ინვენტარის ნაწილით არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთი მოვლი დაეხმარა. მათი მითითების შემდეგ რაც გადავაკეთე, რო გითხრა ძალიან დიდ კაპიტალთან არ არის დაკავშირებული ეს. ახალი მოთხოვნების გამო ყველის ოჯახურ წარმოებაზე უარის თქმა და ახალი საწარმოს მშენებლობა უწევთ ხატიაშვილებსაც. ჯამში დაჯდა ეს საწარმო $50,000 ეკვივალენტით. პრაქტიკულად ჩვენ მოგვიწევს წელიწადში 7-8,000-ის გადახდა. ევრორემონტისთვის საჭირო თანხის დიდი ნაწილი ოჯახმა სოფლის მეურნეობის ფონდიდან ისესხა. ნაწილის დამატება თავად მოუწია. მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. რო გითხრა დიდი ბაზარი მაგ და რაღაცა არა. ისე იყვნენ კარფურიდანაც იყვნენ, იყო შემოთავაზება, მაგრამ აქ ერთადერთი რაც მე პრობლემა მქონდა, მოეწონათ ნახეს, მაგრამ რა ხდება აქ? ერთი პრობლემა მე ისე მაქვს, რომ იმათ აინტერესებთ, რომ ზამთარშიც მივაწოდო მე პროდუქცია. ჩვენთან ჯერ ეს დიდი პრობლემაა. თუმცა მცირე მეწარმეების დიდი ნაწილი ჯერჯერობით ვერც დონორების დახმარებით სარგებლობს და ვერც იაფის სამთავრობო სესხებით. შესაბამისად, ევროპულ რელსებზე გადასვლა მათთვის ყველაზე მტკივნეულია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ ასახელებენ თუ რა დაუჯდება სურსათის ინდუსტრიას ევროპასთან დაახლოება. თუმცა განმარტავენ, რომ პროცესი დროში მაქსიმალურად გაწელილი იქნება, რამაც მეწარმეებს ხარჯები უნდა შეუმციროს. დაწყებით ეტაპებზეა ბევრი სხვა სექტორები, რომელიც მხოლოდ ეხა იწყებს განვითარებას და ჩვენ არ გვინდა რომ ამ პროცესში მოხდეს ისე რომ ჩვენი ბიზნესები დაზარალდნენ. ანუ ჩვენ ერთი რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირს დაუახლოვდეთ, მეორეა ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ბიზნესებს ხელი შეუწყოთ მაქსიმალურად რომ ეს პროცესი გადასვლის მოხდეს ძალიან რბილად და ამათმა ეს შეძლო. არადა დღეს მსხვილ კომპანიებს მცირე მეწარმეებთან კონკურენცია უჭირთ. რადგან მომხმარებელი, რომლის შემოსავლების 50% საკვებზე იხარჯება, ხარისხზე და სურსათის უნებლობაზე მაღლა ჯერ კვლავაც ფასს აყენებს. ყველის თანამედროვე საწარმოს განვითარებაში სანტემ $600,000 დააბანა, თუმცა ბაზრის 3%-ზე მეტის მოპოვება ჯერ ვერ შეძლო. საკმაოდ სერიოზულ დანადგარებზე ვაწარმოებ და ვიხდით ყველანაირ გადასახადს და შესაბამისად ვიცავთ ყველანაირ სტანდარტს. აქედან გამომდინარე ჩვენი პროდუქცია არის შედარებით უფრო ძვირი. ეს შეიძლება იყოს 10-დან 15%-მდე თაროზე. თუმცა სურათი წესით მას შემდეგ შეიცვლება, რაც მცირე მწარმოებელს ევროსტანდარტებზე გადასვლა მოუწევს და შესაბამისად დამატებითი ინვესტიციის დაბანდება და შემდეგ მისი ფასში ასახვაც.
Есть экспортный сектор, в котором нужно... გარდაქმნა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს იმ სფეროებში და კომპანიებში, რომლებსაც ყველაზე მეტი პოტენციალი აქვთ ევროკავშირში ექსპორტისა. ხოლო იმათ, ვინც შედარებით დაბალი სტანდარტების საექსპორტო ბაზრებზე, მაგალითად რუსეთსა და უკრაინაზე მუშაობენ, ან სრულად ადგილობრივ ბაზარს ამარაგებენ, შეუძლიათ ეს გარდაქმნა გაწელონ რამდენიმე წელზე. ასე ხარჯებიც უფრო ნაკლები იქნება, თუმცა აუცილებელია, რომ პროცესი დაიწყოს და ეს გაკონტროლდეს. გამოსავალ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაცია მცირეკლეხური მეურნეობების კოოპერაციად გაერთიანებაში ხედავენ, რამაც მათი აზრით ევროხარჯები უნდა შეამციროს. ფავს კიდევ ერთი რეკომენდაცია კი მცირე წარმოების უნიკალური რეცეპტურის და გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დაცვას უკავშირდება, რამაც ასეთი პროდუქცია მსხვილ საწარმოებთან შედარებით კონკურენტული უნდა გახადოს. ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეული იქნება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც წარმოებლებს ბუნებრივია რესურსი არ აქვთ ფინანსური იმისთვის, რომ ეს გარდაქმნები განახორციელონ. სოფლად დასაქმება ამჟამად ყველაზე მაღალია საქართველოში და ოფიციალური სტატისტიკით დასაქმებულთა 50%-ზე მეტი სწორედ რეგიონებში ცხოვრობს, თუმცა მათი უმეტესობა ასეთ სტატუსს მხოლოდ იმის შედეგად იღებს, რომ რამდენიმე ქათა მიყავს და შეუძლია გაყიდოს. ისე კი ექსპერტთა შეფასებით სოფლად უმუშევრობა კატასტროფულად მაღალია და საშუალო შემოსავალიც იქ ოფიციალური მონაცემით 5-ჯერ ჩამოვარდება ქალაქში მცხოვრების საშუალო შემოსავალს. ამის მიუხედავად, სწორედ ეკონომიკურად ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონებში ყველაზე დაბალი აღმოჩნდა უმუშევართა აქტივობაც. ისინი მხოლოდ კანტიკ უნდა დაკითხავენ ახლად გახსნილ დასაქმების ცენტრებს. საქმე ისაა, რომ ბევრ მათგან სამუშაოს პოვნის იმედი გადაწურული აქვს და ძებნაზეც ხელი კარგა ხნის წინ ჩაქნეული. თუმცა ამის შედეგი მიშა ბუნებრივია ერთი შედეგი ის არის, რომ თუ სამსახურს არ ეძებს, უმუშევრად არ ჩაითვლება და დასაქმების სტატისტიკაც წლის ბოლოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე ბუნებრივია გაუმჯობესდება. ოზურგეთის მკვიდრი 45 წლის ხათუნა გოგოტიშვილი 15 წელია უმუშევარია. სამსახურის მაძიებელთა რეგისტრაციის შესახებ მეზობლისგან შეიტყო და რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრს მიაშურა. საქართველოს მაცხოვრებელი საქართველოში რეგიონი გურია. კომპეტენციები განათლების მიუხედავად, რომელი სამუშაოს შესრულებაში ხართ კომპეტენტური? ჩემი განათლების მიუხედავად, კულინარიულ სფეროში შემიძლია, სადმე ქარხანაშია. კარგი. დავიწყო მუშაობა. დიასახლისობის 20 წლიანი გამოცდილების გაზიარებას ხათუნა პოტენციურ დამსაქმებელს პირდება. სამსახური კი მას და მის უმუშევარ მეუღლეს 4 შვილის უზრუნველსაყოფად ჰაერივით ჭირდებათ. 15 წელია მრავალშვილიანი ოჯახი თანასოფლელების უმრავლესობის მსგავსად სოციალური შემწეობით არსებობს. აქ არა ვიცი, თხილისისა და იქაც საპროტექტორო რო დაიწყო მუშაობა. კერძო თხილისის რო არის ქარხნები. ხო და მაგი ხო რაღაც 3 და 4 თვითაა და იგიც არაა და სხვაგან რა ვიცი. განსაკუთრებულად აქტიურები არიან 18-დან 35-40 წლამდე ასაკის მოქალაქეები. ჯერ პირველ რიგში აუცილებლად უნდა ადამიანმა გაიაზროს ის, რომ სისტემაში რეგისტრაცია ეს არ არის გარანტია დასაქმების. ეს არის საშუალება, რომ შრომის ბაზარს და შრომის ბაზარზე მონაწილე სუბიექტებს შენ აცნობო, რომ არსებობ. სოციალურ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ გაზაფხულიდან მოსახლეობის აქტივობა გაიზრდება. აპრილიდან სისტემაში დამსაქმებლის რგოლი ჩაერთვება და კონკრეტული ვაკანსიებიც გამოჩნდება. ამ დროისათვის კი დღეში მხოლოდ 100-მდე პირი რეგისტრირდება. უმეტესობა ონლაინ. ეხლა დონე არ არის თქვათ აქტივობის ისეთი მაღალი. დღეში 10-8 ადამიანი მოდის. მოლოდინი რომ არ ქონდნენ, ალბათ არც მოვიდოდნენ. უკეთესის მოლოდინში არიან, იმედი აქვთ და ნახოთ რა იქნება. მთავარი არის, რომ მოსახლეობისთვის ახსნილი იყოს ის, რომ ეს არ არის გარანტია, თქვათ, რომ აუცილებლად ეს ვინც დარეგისტრირდება ამ პროგრამაში, მიიღებს სამსახურს. მიმდინარე წელს სოციალური მომსახურების სააგენტოებში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მეთოდოლოგიაც დაინერგება. რაიონული ცენტრების თანამშრომლები უმუშევარ მოსახლეობას პროფესიული გადამზადების შესახებ გაუწევენ კონსულტაციებს. თუმცა აკაკი ერთია აქტივობის დონე, მეორეა კვალიფიკაციის დონე, რასაც
დამსაქმებელი ითხოვს ხოლმე და ხშირ შემთხვევაში რაღაც აბსურდამდე შეიძლება მივიდეს, მაგალითად უცხოენების მცოდნე დამლაგებელი და ასე შემდეგ. და მესამე რამდენი დამსაქმებელი ეძებს პერსონალს უნებრივია ეს ძალიან კარგია რომ სისტემატიზების გარეთ ხო სისტემატიზება მოხდება თქვა უმუშევრების მაგრამ მეორე საკითხია რომ რამდენად გაუმართლებათ მათ იმედები რაზეც აი სააგენტოს თანამშრომელი საუბრობდა რომ დასაქმდებიან რეკლამის შემდეგ კერძო კომპანიები სახელმწიფო დაზღვევას ეთიშებიან რას ელოდოს შედეგად მომხმარებელი და რისი იმედი აქვს სადაზღვევო ბიზნესს რომლის შემოსავლის 60-70% სწორედ სახელმწიფო დაკვეთები იყო აგრეთვე პაექრობა რკინიგზის თემაზე გადაზიდვები 10%-ით დაეცა, რასაც საპარლამენტო უმცირესობა სუსტ მენეჯმენტს მიაწერს და აცხადებს, რომ ეს ქართული დერბიდან ინვესტიციათა გადინებას გამოიწვევს. რა პასუხი აქვს კომპანიის მმართველს? დაგვეუბნეთ. განაგრძოთ ბიზნეს კურიერს უკვე აპრილიდან პაციენტი თავად შეძლებს აერჩიოს რომელ კლინიკას მიმართოს დახმარებისთვის სახელმწიფო დაზღვევით. კერძო კომპანიები სახელმწიფო პროგრამას ეთიშებიან და შესაბამისად მომხმარებელიც მათი კონტრაქტული კლინიკების არჩევანით შეზღუდული აღარ იქნება. მეორე საკითხია რა მოელის თავად სადაზღვევო ბიზნესს, რომლის ბრუნვის 70%-მდე სახელმწიფო დაკვეთა იყო. ჩვენ მივეცით კერძო სადაზღვევო ინდუსტრიას ადაპტაციის დრო და მათ ეს კარგად მოახერხეს იმ კომპანიებმა, ვინც სწორად იყო ორიენტირებული, იმიტომ რომ კორპორაციული დაზღვევის სეგმენტი გაიზარდა, რასაც ჩვენ მივესალმებით და კერძო სადაზღვევო ინდუსტრია დაკავდება იმ საქმით, რისთვის არის მოწოდებული, ანუ არა ეგრეთ წოდებული მესამე პირის ადმინისტრატორებად, ანუ სახელმწიფო ფულის მმართველებად, არამედ კერძო ბიზნესის და მათ შორის კერძო დაზღვევის, კორპორაციული დაზღვევის განვითარებით. 1 აპრილი 2014 წლის და ეს არის 1 სექტემბერი 2014 წლის. შესაბამისად მოხდება გარდამავალი ეტაპები, რომ ეს გადასვლა მოხდეს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. ამ ეტაპზე ვთვლით, რომ აი ამ პირობებში ამ პროექტის გაგრძელებას კერძო კომპანიისთვის, კერძო ჩვენთვის, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებით ვაპირებთ გააქტიურებას, ცხადია ეს იქნება დაზღვევის სხვა მიმართულებები, კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა, ბაზარი იმისთვის, რომ რაღაც აი ამ საბაზისო პროდუქტზე დაშენებული დაზღვევა სხვა კომპანიამ გაყიდოს, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ. პრობლემებს არ ველით, ვინაიდან რადგან ჩვენ კორპორატიულ მიმართულებაზე ჩვეულებრივად მუშაობდით. კომპანია ორიენტირებული იყო და განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში, ვინაიდან რადგან ვიცოდით, რომ გამოვეთიშებოდით დროთა განმავლობაში ამ სახელმწიფო პროგრამებს, აქტიურად ვამვითარებდით ასევე ამ მიმართულებას. პირველად მსოფლიო ბაზარზე მალე ქართული კონტეინერები გამოჩნდება, სათანადო საერთაშორისო სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის შვილობილმა ტრანსკავკაზუს ტერმინალმა მიიღო. პირველი სატესტო გადაზიდვა ქართული კონტეინერებით შუა აზიის მიმართულებით ამ დღეებში განხორციელდება, ახლო მომავალში რკინიგზა საერთაშორისო ტენდერსაც გამოაცხადებს და დამატებით 2 მილიონი დოლარის კონტეინერებს იყიდის. კონკურენტული გარემო საკმაოდ ძლიერია, მაგრამ არის სეგმენტები, რომელიც ცარიელია. და სწორედ აი ამ цариელ და აუთვისებელ სეგმენტზე ვიმუშავებთ ჩვენ. კერძოდ ეს რა არის? ისეთი კომპანიები, როგორიც არის MSC, Maersk, CMA, Bakos იქით, როდესაც მიდის ცენტრალური აზიისკენ თვირთი კონტეინერით, თავის საკუთარ კონტეინერს არ უშვებს. სწორედ ამ სეგმენტზე ჩვენ ევროპიდან, შუა აზიის, ცენტრალური აზიის მიმართულებით დავასაქმეთ აი ამ კონტეინერებს. ამ კვირაში კი საპარლამენტო უმცირესობამ განაცხადა, რომ 2013 წელს რკინიგზის გატარებული ტვირთების მოცულობა 2012 წელთან შედარებით მილიონზე მეტი ტონით შემცირდა, ხოლო დაგეგმილს 3 მილიონი ტონით ჩამორჩა, რაც დაახლოებით 40 მილიონი დოლარის დანაკლის ნიშნავს. უმცირესობა მიიჩნევს, რომ ეს ქართულ სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო მიმზიდველობის კლებასაც მოასწავებს და ამაში ახალ ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. რკინიგზის ხელმძღვანელობა კი გადაზიდვების შემცირებას ადასტურებს, თუმცა ამას ობიექტური მიზეზებით ხსნის, რომელიც ამ დროისთვის სრულად აღმოფხრილია. მისი განცხადებით წელს სარკინიგზო გადაზიდვები 2013-ისას 2 მილიონი ტონით, ხოლო 2012-ისას 1 მილიონი ტონით გაუსწრებს. რითია გამოწეულია შემცირება? პირველი პოზიცია ეს არის ნედლი ნავთობი, დაახლოებით 760,000 ტონით ნაკლები გადმოიზიდა რკინიგზის მეშვეობით. ეს გამოწეულია ობიექტური მიზეზებით, კერძოდ თენგიშევროინის საკონტრაქტო ურთიერთობებით აზერბაიჯანულ მხარესთან, თუმცა ეს პრობლემა იქნა დაძლეული მეოთხე კვარტალში და აღდგენილია საკონტრაქტო ურთიერთობები მთლიანად. მეორე პოზიცია ეს იყო მარცვლეული, კერძოდ ხორბალი, რომელიც სატრანზიტო იყო და მიდიოდა სომხეთის მიმართულებით. სომხეთში გადაჯერებულია მარცვლეულის ბაზარი,
2013 წელს. ჯამში ეს ყველაფერი შეადგენს სავარაუდოდ სადღაც 1.8 მილიონ ტონას და ეს გამოწვეულია მთლიანად ობიექტური მიზეზებით. და დღესულ ეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას მომავალ შაბათამდე და გამშვიდობებით. მანამდე კი არ დაივიწყოთ, გვეწვიეთ Facebook-ზე, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ნებისმიერ თემაზე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის.